რიმდარირო ამასამო მიმღერებდა ხოლმე პატარა ხულიგანი კაცი ვიყავი და უცებ კინოში მივხვდი და გავამართლე მამაჩემი რომ მოვიდოდა ხოლმე ნასვამი სახლში ღეროდა სიმღერას მოხევით კალოთინაო ოდე რიმდადო თელმაიძო მიცოდა რომ ლადობიძია მოვიდა ნასვამი ამა უკვე ფილმში ვიყავით შესულები რა ნახევარზე მეტი გადაღებული ქონდა თეომეთი არ შეიძლება მეტი რაოდა თხოვნა რა უნდა იყოს მეტი მამაჩემი სიმღერა ჩავსვათ მეთქი ახლა და წამოღერე მეორე დროს მოვიდა და მოიტანა ის მელოდია რომელიც ახლა ფილმში არა გენერალური რა იყო ჯერ ქუჩაში რა დავდიოდი და გავიდა ეს ბეღურების გადაფრენა მალე არის ხარ ბიჭო ვიღაცები ხوار შეგინებდი არაფერი რა იყო რა მოხდა კინოდან თქვა რეპლიკა და მე მცოდნე და მე რომ რიმდარიტო მოვიდა რიმდარიტო კლასიკა უძინართამზე და მეღურების გადაფრენა ვაფშე მოცურავე არის ჩემთვის არ ვიცი რა ასასაული რა ლამაზი დღეა რანათე ჩამოჯექზეა იმიტომ რომ დღეს გუჯას დაბადების დღეა ესე იგი მე და ინაზა დავიცვათ სიარული, იმიტომ რომ ომი დაიწყო. ჩვენ თბილისში. დავიცვათ სიარული, რომ ეგ გაშველოს რა. და მე და ინაზა დავდივდით, დგებოდით უკან სკოლაში. ხო და თელწირვას უსმენდით, ჩვენ თუნდაც სწავლობდით და ესე ვიღავით სულ. ერთ დღესაც იქიდან კარი გაიღო ეკლესიის შიდა კარიდან გამოვიდა მღვდელი მამა იოაკიმი იყო მამა იოაკიმი თურმე დამიძახა მე მოდი აქ მე ვიფიქრე და უკვე გედელი იყო მე მეთქი მოდიო მე შენ რო გინდა ჩვენ თორე ძალიან მოიტანა პატარა ავტობიოგრაფია დაგვიწერა პატარა ავტობიოგრაფია დაგვიწერა და პატარას უნდა რომ ჩვენთან მიგიოც რომივედი ინაზას ჩემი უღლესთან სიხარულისგან ვფრინავდი და მოვიდიოდი მეორე დღესვე ჩამოსვეს სტიხარი და დამარხეს პატრიარქის სტიხარზე იმის მერე მთელი საქართველოს შემოვედა პატრიარქმა თან უკრავდი გიტარაზე უკრავდი და მღეროდი და ვართოვდი ხოლმე ხანდახან პატრიარქს კარი გიმღერის ნანასო ზღაპარს გიამბობს შადარი თვარე
თუ არა მომბრძინდება გუჯი გოცად არის იდოლა პატრიარქი და მომნახავდა მოდი პატრიარქს იძაიმღერა დავიდოდი დავждებოდი წამღერებდი თელი საქართველოში მომიერე სადარი საქართველო ლამაზო გუჯერაი საბადე ცხოვრობ მომღერეო რა ჩვენს თუმრებს რა სახალხო არტისტები პოღოდი და გარიაზე იყო პოღოდი და რუსეთის სახალხო არტისტი რა ხაიცი მორიდებული ხარ მაინც რომ ღერი ვარ თვალებს ხუჭა თუნე კამერა დავუყენებიათ თელი სიმღერა გადაიღეს მე მივიდა გამოტიშეს ჩუმად მე არ ვიცოდი არა რო გამჟავნეს ეს და მაჩვენეს ეს ჩემი ამღერი ხოდა წარმოიდგინეთ რა მოყურებ ამაზე იმის თვალით კი არ უყურებ მაყურებლის თვალით სხვა გზნობები რა გაიათო ახე რა ხარვაზე ვარ და ესეთი დავრჩები ესე იგი აი ამ პერიოდში მანამ ვიღებ და შვილებს ახალგაზრდა ვნახავენ აი აქედან უკვე სხვანაირი გავხდი კინოს მიმართ მარტო კინოს მიმართ თეატრში არც შევსულვარ საერთოდ და ესე გავხდი კინო მსახიობი იმან იყო რომ შემაყვარა იმის ხედვამ იმისამ რომ ჩემ შვილებს და შვილებს ვენახები ამ კინოებით ახალგაზრდა რა თემურა ბაბულოვანი არის ჩემი ნატრულის მამა ნატრიამ გთხოვა ნატრულმა გთხოვა გუჯი ეთამაშე მამა ჩემის როლია მამა ჩემზე დავწერო როგორ თუ ეხლა უარს თას ვიყავ მწვერვალზე და ვიდექ ქალი უნდა მოიყვანოს კარგი ჯიჯღინა და ის კი არა დამჯერი ანგელოზი ვითქალი როგორ ჩემი ცოლია მოდა ყველაფერი ექნება რიგზე აწყობები ყველაფერი მეუღლეს როგორ ქმარს ურჩევდით მეუღლეს რა არავით არ იქმარი კაცი აგერვარ მე ზედ მესვენამ ზემთვარე იერისინ იყო დიდი ფოტოატელიე და ამ ფოტოატელიეში იყო ამ სურათი გამოკრული და არის ასეთი მსახიობი თია გაბუნია რაჯიკა ერქვა ფოტოგრაფი ხა ფოტოგრაფს ერქვა რაჯიკა და რაჯიკას გამოაკროვინა დედამისი ამისი სურათი ხოდა თია გაბუნიას ეუბნები თია მეთქი ნახე რა კარგი ბიჭია როგორ მომწონს ხოდა უი ნახე აგერად დგასო აი ეს არის ჩვენს უკან იდგა და ეს თიას ნაცნობი იყო მე არ მიცნობდა და თიას უთხრა მოვედი ახლაო რომ რაჩიკას ყაბები დავალეწო როგორ გამოკიდე ჩემი სურათია ვიტრინაშიო და აი იმ ვიტრინაში ნახე პირველად ხოდა რაჩიკას ასარაღად მისული კაცი შემსა დედაჩემი გულს დედაჩემს გამოუგრევინებია გული ფულიც ვიცა რო გამოიგრა ჩემი სურათი რომ ვიღაც რეჟისორებს ენახათ დედამისს ძალიან უყვარდა ხელოვნება და უნდოდა რომ ეს ხელოვნების ხაზი წასულიყო მაგრამ ამას გენაცვალე უნდოდა მშენებელი გამოსულიყო და გპ-ში ჩააბარა სამშენებლო ფაკულტეტს ოღონდ ერთმანეთი გიყვარდეთ რამდენი წელია აგერ მე და გუჯის უკვე ერთმანეთი გვიყვარს ჩემი ჯგუფი იყო პირველი კინოსამსახიობო ჯგუფი თეატრალურ ინსტიტუტში რო დამთავრდებოდა ლექციები რო გამოვიდოდით 3 საათზე მთავრდებოდა და რომ მოვდიოდი სახლში ვითომ შემთხვევით შემხვდებოდა გზაში გუჯი და მომაცილებდა სახლამდე ეხლა რუსთაველზე წარმოიდგინეთ მე ვცხოვრობდი ზემელი საფთიაქი რომ იყო ვერაზე და სახლში მოსვლამდე სამ კაცს მაინც გალახავდა როგორ შემომხედე როგორ გაბედეს და როგორ შემომხედეს
და ისე მიხაროდა რომ მასში ვხედავდი ნუ არ ვიცი რა გმირს და სულით ლამაზ ადამიანს 17 წლის ვიყავი ამის შემდეგ ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს ვითომ შემთხვევით და სინამდვილეში შემთხვევით არა და გვყავს მე მგონია რომ ძალიან წარმატებული იყო ჩვენი ქორწინება იმიტომ რომ ყავს სამი ერთმანეთზე უკეთესი შვილი ესე იგი თელი ჩემი სიცოცხლე შვილებს შევანია იმიტომ რომ გუჯის არ უნდა რომ მე თეატრში ყოფილიყავი ხო არ გინდოდა გუჯის უნდა რომ კარგი შვილები გამესარდა და ვცდილობდი რაც შემიძლია და არ შემიძლია ყველაფერი გამეკეთებინა და თვითონაც უცდილობდა მთელი რუსის ქალები ესეოდა გადაღებები რო ქონდა კუბაში შუა აზიაში რა ვიცი სად არა და ყველას ეუბნებოდა ოღონდ ინეზამ არ გაიგოსო მაგრამ მე იმ წუთში ვიგებდი ისინი მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ მაგრამ არ ვიყავი ეჭიანი და ეჭიანობით არ დავანგრიე ჩემი ოჯახი ხო სურია გუჯი ამიტომ ყველას მოგიწოდებ ოღონდ ერთმანეთი გიყვარდა და სიყვარული ყველაფერს დაგაძლევინებთ და აი როგორც მე და გუჯიმ გავატარეთ მთელი ცხოვრება გისურვებთ რომ თქვენც ასეთი ბედნიერები და კარგები ყოფილიყავით ხო შეგაქე გუჯი ეს რომ გამოდიოდა სპარტაკში ყოველთვის იყო აი კინოები და ეს თავის დაკარებთან ერთად მოდიოდა 7-8 ბილეთი უნდა მეშოვა მე კიდე დეველებოდი ამ სპეკულანტებს იქ იყვნენ სპეკულანტები ამ ერთი ამდენი ბილეთი გუჯეჯან ოღონდ არ აქვს ემოდა პაჟასტა ოღონდ მიშოვიდი ხოლმე შევყვანდი კინოში ეს იყო ჩემი პრეზენტი მე როგორ გამოუტყდით სიყვარულში აი ამდენი არასოდეს სიყვარულში არასოდეს არ გამომტყდომია აი ახლა ამბობს პირველად რომ ვუყვარდი არა გუჯი აბა რა უნდა მეთქვა რა მიყარხარო ეს ის საქციელით უნდა მივდარიყავი და ხვდებოდი ეს ისეციზედა რომ მიყარდა მე წავედით შემორჩამეთქი რა გულობის პერიოდი დაგორზედა წყნეთის ავტობუსი ღირდა 5 თეთრი და ბაგებიდან იქამდე მე არ მქონდა ფული მე მქონდა ეს 5 თეთრი ამას არ მქონდა და ამის დედის აშენებულ სახლში ავედით იქ წყნეთში და მე მოვიტაცე გუჯი და ისე მახსოვს მეორე დღეს ამოვიდა რეზო ჩხეიძე და ეძებს გუჯის და წყნეთელი მიეკითხებიან რომ გუჯიო კაცო რომელიო თეთრი ფიფქინა გოგო რომ მოიყვანა სახლათო ეს სულ დადიოდა გადაღებაზე და გადაღებაზე რომ მიდიოდა და იმდენი რუსის ქალები ესეოდა ცოტა ნიავდებოდა და რო ჩამოდიოდა ისე ძველი სიტუაცია აღდგებოდა ხოლმე და აი მე ვფიქრობ რომ ძალიან არ გამყიდა კაცო არა სულ ერთხელ რო ხარ არა ეთქობა მაინც სიყვარული თავად მე ვარო თქვენი გულიჩინი მე ამას ყველამ უნდა კარგად დაუგვირდეთ ეს რა სიტყვა ბძანა უფალმა სიყვარული თავად მე ვარო